როდის ჩამოასვენებენ თბილისში კონგოს ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ეკიპაჟის ქართველ წევრებს, ეს სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე კანშასას აეროპორტში მათი საბუთების საბოლოო გადამოწმება მიმდინარეობს და პროცედურის დასრულებისთანავე დაღუპულთა ცხედრებს სპეციალური რეისით საქართველოში გადმოასვენებენ. აირზენას სათავო ოფისში კი დღეიდან სამძიმრის წიგნია გახსნილი, რომელშიც თავიანთ სამძიმარს პოლიტიკოსები და საზოგადოების რიგითი წევრებიც წერენ. სპეციალური თვითმფრინავი უკვე მზად არის გადმოსვენებისათვის. ამ წუთებში დგინდება ტექნიკური დეტალები, რაც უკავშირდება საბუთების მოწესრიგების საკითხს და დღის მეორე ნახევარში უკვე ზუსტი დღე გახდება ცნობილი, როდის გადმოვასვენებთ ჩვენ დაღუპულ ეკიპაჟს. ჩვენ მოვედით, რომ პატივი მივაგოთ ჩვენ თანამშრომლებს, მეგობრებს, რომლებთანაც ჩვენ მუშაობთ და არა მარტო მუშაობდით, ჩვენ ვიყავით ძალიან კარგი მეგობრები. რაც დაიწყო აფრიკის ჩვენი მისია, მისაკეთია ერთად მუშაობთ და ერთად გაგვიტარებია ეს 3 წელი და ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი შოკი და დიდი დარტყმა ეს რომ გავიგე უბრალოდ ეხლაც არ მჯერავს ეს ადამიანები რომ აღარ არიან ამ ქვეყნად.